ხო და არ არის ეგ უთანასწორობას ზრდის სკოლებში ეს კერძო და საჯარო. მათ შორის ისეთ საკითხებშიც კი, რომელიც შეიძლება არც გვიფიქრია დღეს, მაგრამ ხვალ გამოჩნდეს უცებ. აი მაგალითად სკოლის ფორმებზე გვითხრეს, რომ ბავშვები თუ ჩაიცმენ ფორმებს, ეს ხელს შეუწყობს მეთანასწორობას, იმიტომ რომ სხვადასხვა დასმელი რო აციოთ ბავშვებს, ეს აძლევს მათ საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, რაღაცნაირად დემონსტრირება მოახდინოს საკუთარი რაღაცა შესაძლებლობები სოციალური, ხო? აი, წარმოიდგინეთ, ვთქვათ, 2 წლის მერე ქუჩაში ვხედავთ ბავშვებს, რომლებსაც ფორმა აცვიათ და რომლებსაც ფორმა არ აცვიათ. რას გვეუბნება ეს ბავშვებზე? ეს გვეუბნება იმას, რომ ეს ფორმიანები დადიან საჯაროში და ისინი დადიან კერძოში. პირდაპირ შეგვეძლება ქუჩაში გავარჩიოთ, ვინ დადის კერძო სკოლაში და ვინ არა. მე თუ წყობს ახლა ეს ხელს თანასწორობას. და ამის გაწყვეტილების მიღებს შეიძლება ჯერათ იმისი, რომ კერძო სკოლებში ფორმები აცვიოთ ბავშვებს და კი, ზოგიერთ სკოლაში აცვიათ, მაგრამ ბევრ სკოლაში არ აცვიათ, მაგალითად რო ავიღოთ მაგალითად ნიუტონის სკოლა, მილენიუმის სკოლა, ჩვენი სკოლა, რაღაცა, იქ ფორმები არ არის და არ აცვიათ ბავშვებს და შეიძლება გონიათ, რომ როგორც ბაქსუთში აცვიათ იქ იმაში ბრიტანულ ორივე სკოლაში აცვიათ და იმაში ევროპულ სკოლაში აცვიათ და შეიძლება იმ მოდელით აზროვნებთ, რომ შეიძლება ვიღაცის შვილი დადის იქ და მხოლოდ ეს სკოლა აქვს ნანახი.